აგროსექტორში რეფორმის ახალი ფაზა იწყება. დარგობრივი სამინისტრო აცხადებს, რომ მიზანი ექსპორტის პოზიციების და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სახელმწიფო უკვე 10 წელზე მეტი ახორციელებს მიზანმიმართულ პოლიტიკას სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რაც ქმნის საფუძველს, რომ დარგი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. რეფორმის ძირითადი სიახლე პროგრამების ერთიან ჩარჩოში მოქცევა და თანადაფინანსების წესია. აგროპროექტების უმეტესობა 50% პრინციპით დაფინანსდება, როგორ აფასებენ აგროსექტორში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ამ სიახლეს. ეკა გაზდელიანი შემოგვიერთდება დეტალებით. ეკა გისმენთ. მოგესალმები ნინო. აგრორეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები სექტორულად სხვადასხვაგვარად ფასდება, თუმცა ყველაზე მეტად დაანონსებული ცვლილებები რძის სექტორის წარმომადგენლებს ახარებთ. მათი ინფორმაციით მეცხოველეობის დარგი უპრეცედენტო მასშტაბის დახმარებას ელოდება. მებრძოლთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ასოციაციებთან გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ სამინისტრო მეცხოველეობის სექტორისთვის ახალ მასშტაბურ რეფორმას ამზადებს, რომელიც დარგში არსებული კრიზისული ვითარების გამოსწორებას და იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლებას ისახავს. ნიკოლოზ ბენიაიძე სამინისტროსთან გამართულ შეხვედრას უპრეცედენტოს უწოდებს და ამბობს, რომ ახალი ინიციატივები ფერმერების მოთხოვნებს მაქსიმალურად ასახავს. მისი ინფორმაციით ფერმების გაშენება და მაღალპროდუქტიული პირუტყვის შემოყვანა 50-50 მოდელით დაფინანსდება, საიდანაც 50% გრანტი, ხოლო მეორე ნახევარი IAF-ის ესხი იქნება. ეს კი დაეხმარება როგორც მებრძოლ, ასევე მეხორცულ მიმართულებასაც და სექტორში ელიან, რომ შედეგად სექტორის აღმასვლა დაიწყება და უახლოეს მომავალში შესაძლოა სექტორმა შეძლოს და ბაზარი 100%-ით მოამარაგოს და ასევე ექსპორტსაც გავიდეს. კარგი და მთავარი ის არის, რომ 50% დაფინანსდება ფერმები და იქნება 50% გრანტი. და როგორ იქნება ეს ყველაფერი, ამას დეტალურად უკვე უახლოეს მომავალში გავიგებთ. ეს იქნება უპრეცედენტო, ასე ვთქვათ, შემოთავაზება და გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით დაიწყოს აღმასვლა და ელელა აგრესი პოტენციალიც ნამდვილად გააჩნია ჩვენ ქვეყანას 1 წელიწადში მაინც 100%-ით გადავყაროთ ნედლრწით ჩვენი ბაზარი და გავიტანოთ ექსპორტზეც. მაგალითად, ბევრი ფერმერი აპირებს ხორცის დეფიციტიდან გამომდინარე, რომ მებრძოლი მეხორცული მიმართულებით განვითარდეს, ეს ჯიშები შემოუყვანოთ და ეს ძალიან კარგი იქნება როგორც დარგისთვის, ისევე სასურსათო უსაფრთხოებისთვის. კერძო სექტორის წარმომადგენელთა ინფორმაციით რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების სქემების გამარტივებას, მონიტორინგის გაძლიერებას და პროგრამების ერთიან ჩარჩოში მოქცევას გეგმავს. ასოციაციების წარმომადგენლების ინფორმაციით ძირითადი სიახლე სწორედ თანადაფინანსების წესს ეხება და პროექტების უმეტესობა 50-50 პრინციპით დაფინანსდება. მათ შორის ასე მოხდება სავარაუდოდ ჩაის სექტორშიც, თუმცა ჩაის ასოციაციის ხელმძღვანელი ჩვენთა საუბარში აცხადებს, რომ ჩაის დარგისთვის 50-50 დაფინანსების მოდელი შესაძლოა დამამძიმებელი აღმოჩნდეს, რადგან აქამდე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაში დაფინანსების წილი სახელმწიფოს მხრიდან 90%-საც კი აღწევდა. შესაბამისად, ახალი მოდელით 50%-იანი თანადაფინანსება და ამ დაფინანსებაში შესვლა ბენეფიციარებს გაუჭირდებათ. თენგისვანიძე ამბობს იმასაც, რომ დარგის განვითარებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ჩაის ცნობადობის გაზრდა და ახალი ბაზრების ათვისება, ამიტომ ასოციაციამ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის განვითარების საკუთარი კონცეფცია წარუდგინა, რომელიც აქცენტს არა მხოლოდ პლანტაციების აღდგენაზე, არამედ გაყიდვების სტიმულირებაზე აკეთებს. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა გაგრძელდება ოღონდ შეზღუდული მოცულობით, იმიტომ რომ მინდა რომ ეს თანხა რაც ამ პროექტში იყოს გადანაწილდეს უფრო მარკეტინგის და ჩაის ბაზრის მიმართულებით და პირდებია რომ ასეც იქნება. 50-50 ზუსტად ეს დარჩება თუ არა ჩაის დარგშიც, ეგ ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ისედაც ჩაის პროგრამის ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაში იყო სხვადასხვა დიფერენცირებულად კოოპერატივებზე, კერძო საკუთრებას და სახელმწიფო საკუთრების პლანტაციებზე იყო 80-20-ზე, 70-30-ზე და 60-40-ზე. ცოტა ეს დარგი გაჭირებაშია და 50-50-ზე, რა ვიცი, რომელი ბენეფიციარი შეძლებს ვერ გეტყვით, გაუჭირდებათ. ასოციაციების ხელმძღვანელების განმარტებით სამინისტროსა და დარგობრივ ასოციაციებს შორის კონსულტაციები გრძელდება. განახლებული სახელმწიფო პროგრამების დეტალური პაკეტი კი სავარაუდოდ ერთ თვეში გახდება ცნობილი და დარგში იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო მათ მიერ წარდგენილ სპეციფიკურ საჭიროებებს და რისკებს გაითვალისწინებს. მადლობა ეკა, რა მიმართულებით იგეგმება სოფლის მეურნეობის სექტორში მხარდამჭერი მექანიზმების ცვლილება, ეკა გაზდელიანმა გაგოცნო.